რა დავყარდე ორი რაიონი ქვების გროვალ და 10 ხტუნავზე კონცერტი მომიწყეს. გეხებდენკიდას ხალხის და ქვეყანას 18 წლის წინ ამ დღეებში მიმდინარეობდა ტრაგიკული და სისხლიანი მოვლენები საქართველოში, რომელსაც 170 ჯარისკაცის და 228 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. სააკაშვილის ბრალი ამ დონემდე არ უნდა მieყვანა საქართველო. საქართველომ დაკარგა ორი რაიონი, კოდორი, ახალგორი, ჯამში 200-მდე სოფელი. იცით რა ხდება ეს, რომ არავინ არ დაისაჯა, აი ბარამიძეს, ეს პუჩისტი ბარამიძეს, ბოკერიას, რუღურების დანარჩენებით მის მონაწილეობდნენ ამ ყველაფერში. არავინ არაფერზე არ აქვს პასუხი. ახალგაზრდები ისე იყვნენ ჩაფიქრიანებული, შეწუხებულები, ყველა სადღაც რეკავდა, რომ აი მოვდივართ ჩვენ და გვინდა რომ ჩვენი სამშობლო დავიცვათ. და ეს ხალხი არავის არ მიჰყავდა. მესმის ახლა რომ შეიძლება ზოგიერთ სამხედრო ცოდნა არ ქონდა, მაგრამ რეზერვისტები მაინც ხომ იყვნენ, რომლებმაც მომზადება გაიარეს და ისინიც არ გამოიყენეს არსად. ორი ძალიან დიდი რაიონი, კოდორი და ახალგორი კი საერთოდ უომრად დათმეს და გადასცეს მტერს. მინაგებს პასუხს ან ერთ ამ პირველ ომზე ან მეორე ვინმე სუგია? სააკაშვილს რომ დაებრუნებინა ცხინვალიც და აფხაზეთიც, დღეს მას მადლობას ვეტყოდით, მაგრამ მან დაკარგა 200 სოფელი და მადლობას ვერ ვეტყვით. მან დაკარგა 400-მდე ადამიანის სიცოცხლე და 30,000 ადამიანი დევნილი გახდა. ამისთვის მადლობას ვერ ვეტყვით და ეს უნდა იცოდეს მან და მისმა ყველა მომხრემ. რატო არ ჩაატარეს ზეთის გამოძიება, რატო აღადგინა ეგრეთ წოდებული სამხედრო-ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა? არანაირი სამხედრო-ოსეთის საქართველოში არ არსებობს. რატო დაარქვა ზემო კოდორს ზემო აფხაზეთი? რატო გაუფორმა იურიდიულად, რაც გაუქმებული იყო გამსახურდიას დროს? მადლობა უნდა უთხრათ აფხაზეთის ომის, ცხინვალის ომის, აგვისტოს ომის ვეტერანებს, მარადიული ხსოვნა გმირებს დაღუპული ჯარისკაცების სულებს, მადლობა მათ ოჯახებს. ბარამიძე რომ გამოდის და ასეთ სისულელეს და ბოროტებას და ტყუილს ამბობს. ეს ხომ ცნელობაა იმის, რომ ჩვენი ისტორიული სიმართლე დაკნინდეს. თავსაჩვენებენო კარგები არიან და თავარია ძალაუფლება ჩაიგდონ, მერე ხალხის ბედით თამაშობენ. და მადლობა ჩვენს პატრიარქს ილია მეორეს ხედავთ რომ რომარა პატრიარქი, რომარა მისი ღვაწლი და შრომა ბევრი ჯარისკაცის საფლავი დღეს საერთოდ არ გვექნებოდა. ზარია ეთერში გისმენთ.